ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს შორის ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვაზე ინტერესთა თანხვედრა. ამას მთავრობის მეთაური ამბობს და საერთო პოზიციის წინაპირობად ორ სახელმწიფოს შორის გამოკვეთილ საერთო ღირებულებებს ასახელებს. მთავრობამ ამერიკაში საქართველოს ახალი ელჩის კანდიდატურად შეარჩია. პრემიერი ადასტურებს, რომ დიპლომატის ოფიციალურად წარდგენის პროცესი დაწყებულია. ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ჩვენი სურვილია სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და არა მარტო დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული პრიორიტეტები, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ოპოზიციას ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის არც სურვილი და არც მოლოდინი არ აქვს. ურთიერთობის გადატვირთვის პროცესს კვლავ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს არგებენ. ახალი ურთიერთობების სისტემური გადატვირთვა დასავლურ სამყაროსთან შესაძლებელია მხოლოდ ლეგიტიმური ხელისუფლებით, რომელიც იქნება კოალიციური და პროდასავლური. ეს არის გათვლილი მოკლე მეხსიერებაზე ადამიანების თითქოს მათი პრორუსობა გამოწვეული არის არა ღალატით, არამედ ბაიდენის ადმინისტრაციასთან იდეოლოგიური წინააღმდეგობით. ურთიერთობებს იმხელა ბზარი და გამოწვევა აქვს, რომ ელჩის დანიშვნას კი ჭირს იქამდე, სანამ არ იქნება ეს ურთიერთობებისახლებული ფორმა გამონახული. მართლ გუნდს ოპტიმისტურ მოლოდინებს ამერიკის ელჩისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა უმყარებს. ამბობენ, რომ სამინისტროში რობინ დანიგანის ვიზიტი პოზიტიური სიგნალია, რის გამოც წინა ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდა. მართველი გუნდის თქმით, ახლა ამერიკის 47 პრეზიდენტის პოლიტიკის ნაწილია. საერთოდ არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ურთიერთობები არათუ პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდეს და გაღრმავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი. საწყისი ეტაპი და დამაიმედებელია, პოზიტივის იმედს აჩენს. თუ აქვთ მათ ინტერესი საქართველოთი მთლიანად ფართო რეგიონით და სურვილი, რომ უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის აქტივობებში, ჩვენ მივესალმებით ამ მხარეს. ეს იყო ეს გზავნილიც გადაცემული საგარეო საქმეთა მინისტრსა და ამერიკის ელჩის შორის შეხვედრაშიც. ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა და Deep States და მისი მთავარი ამოცანა არის Deep States-ის დამარცხება. ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ საუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე, მათ ინტერესებზე. შესაბამისად, პირველი, რა თქმა უნდა მოხდეს Deep State-ის დამარცხება. თავი ხირსეულად გვიჭირავს, ყოველთვის ასე ვიყავით, სანდო პარტნიორები ვიყავით ამერიკისთვისაც, დასავლეთისთვისაც ზოგადად, მაგრამ როგორც ჩანს, Deep State-მა გაიმარჯვა მაშინ და იმედი გვაქვს, რომ ეხლა სიტუაცია სიღრმისეულად შეიცვლება და ამ იმედს გააჩნია ოპტიმიზმის საფუძველი. საქართველოს ხელისუფლება ამერიკასთან პარტნიორობის აღდგენის მთავარ კვანძად Deep State-ის დამარცხებას ასახელებს და ამ ბრძოლაში დონალდ ტრამპის გამარჯვების იმედი აქვთ.